ბერლინში მასშტაბურ აგროსასურსათო გამოფენაზე 15 კომპანია იყო წარმოდგენილი. როგორ ეხმარება მსგავსი ღონისძიებები ქართული აგროპროდუქციის ექსპორტს? დეტალები ბიზნეს პოსტში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ბერლინში გამოფენაზე მწვანე კვირეული 15-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელ საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. მწვანე კვირეული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. რა პროდუქცია იყო წარდგენილი და როგორ ეხმარება მსგავსი ღონისძიებები ქართული აგროპროდუქციის ექსპორტს? აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან გიორგი ავალიანთან. მოგესალმები გიორგი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მოგესალმებით. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. გიორგი, მოდით პირველ რიგში ავხსნათ, რას ნიშნავს საქართველოსთვის მწვანე კვირეულში მონაწილეობა და რამდენად სტრატეგიული არის ეს გამოფენა ჩვენი აგროსექტორისთვის? თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო ათეულობით ქვეყანაში ატარებს საერთაშორისო გამოფენებს და აწყობს ქართულ ნაციონალურ პავილიონს. ყოველ წელს ტრადიციულად ვიწყებთ ბერლინში მწვანე კვირეულით, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის მინისტერიალი, მათ შორის და ბევრი ქვეყანასთან გვაქვს, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება სხვა საკითხებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თუ რა ტექნოლოგიური პროგრესია, ამა თუ იმ მიმართულებით რა შეიძლება რომ შემოვიტანოთ ქვეყანაში. და გარდა ამისა, ასევე გვაქვს საშუალება, რომ ქართულ კომპანიებს მიცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია წარადგინონ ძალიან ფართო მასებზე, იმიტომ რომ დაახლოებით 300,000 ვიზიტორი ყავს აღნიშნულ გამოფენას. ჩვენ წელს 15 კომპანიით ვიყავით წარმოდგენილი. ხო, საინტერესოა გიორგი, როგორ და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს 15 კომპანია, რომელიც იყო წარდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე? ყველა გამოფენაზე გვაქვს შესაბამისი განცხადების მიღება ხოლმე, გამოცხადებული, წინა წელს გამოვაცხადეთ, შევავსეთ. 3 ძირითადი კრიტერიუმი არსებობს. ერთი არის, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ სურსათმცემლობის საერთაშორისო სტანდარტი, დანერგილი, უნდა გქონდეთ ექსპორტის გამოცდილება და უნდა გქონდეთ შესაბამისი ბრუნვა. ამ 3 კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს კომპანია, ჩვენი მხრიდან სახელმწიფო აბსოლუტურად ყველა ხარჯს უნაზღაურებს. ერთ-ერთი კომპანიას, რაც სჭირდება გამოფენისთვის, რომ მიიღოს მონაწილეობა, საკუთარი მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები უნდა ანაზღაუროს. უშუალოდ გამოფენას რაც შეეხება და გამოფენასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფო სოფლის განვითარების სააგენტოს სახით უნაზღაურებს აბსოლუტურად ყველაფერს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 10 დღიანია ეს გამოფენა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გრძელვადიანი გამოფენაა, რომელიც ჩვენ სიაში არის. ფიქრობთ, რომ გერმანიით დაწყება ერთი ის არის, რომ ჩვენი ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რომ გვინდა რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოთ და DCFTA-ის ფარგლებში რაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ და აღნიშნული გამოფენა სწორედ ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ ჩვენ ვიპოვოთ პარტნიორები და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შედეგებით დავბრუნდით გერმანიიდან. გვაქვს უკვე გიორგი, სანამ შედეგებზე გადავალთ, მე მინდა გკითხოთ, რა პროდუქციით იყავით წარდგენილი და საინტერესოა ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი არის პოპულარული უცხოელი დამთვალიერებლისთვის? ჩვენ, ძირითადად მაინც ალკოჰოლური სასმელები იყო წარმოდგენილი, იყო ქართული ჩაი, თაფლი, წვენები. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა პოტენციური პარტნიორები რითი ინტერესდებიან? თაფლი ერთ-ერთი, გარდა იმისა, რომ ტრადიციულია ზოგადად ალკოჰოლური სასმელი და ქართული ღვინო, ისედაც ძალიან პოპულარულია და ძალიან ისეთი მზარდია, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ქართულ ღვინოზე ევროპაში და მათ შორის გერმანიაში. ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თაფლმა, ჩაიმ. აქვთ უკვე კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება შესაბამის კომპანიებთან და ვფიქრობ, რომ ესეთი მსგავსი სახის გამოფენები სამომავლოდ კიდევ უფრო განამტკიცებს და ხელშეუწყობს იმას, რომ ქართული პროდუქცია მოხდეს ევროკავშირის და არა მარტო სხვა საერთაშორისო ბაზარზე. კი ბატონო, თქვენი გამოცდილებით, დაკვირვებით და პრაქტიკით რეალურად რამდენად გარდაიქმნება ასეთი გამოფენები საექსპორტო კონტრაქტებად? ჩვენ უკვე წლებია ჩართული ვართ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხო ეს არის გარდა იმისა, რომ უცხოელებს ჩვენი ორ ნაწილად დავყოფთ, თქვენ შეკითხვას აიფს ორ ნაწილად დავყოფთ. ერთი, რომ რასაკვირველია პირველ რიგში ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ქართულმა კომპანიებმა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიკაცია და განახორციელონ ექსპორტი, თუმცა მეორე მხრივადაც უნდა შევხედოთ, ქართული კომპანიები ეცნობიან საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, რა ტექნოლოგიებია, რა სტანდარტებია, როგორ უნდა იყოს პროდუქტი შეფუთული, რა მოთხოვნილებებია
აქვს საერთაშორისო მომხმარებელს. ეს არანაკლები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდგომში უკვე მოვახდინოთ ექსპორტი. ამ ორ ნაწილში მგონია, რომ უკვე ძალიან წინ გადავდგით ნაბიჯი. ყოველწლიურად დაახლოებით 50-მდე კომპანია ღებულობს ჩვენს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. შედეგები სახეზეა. მაგალითად 2025 წლის მონაცემს თუ ავიღებთ, ჯერ სრულად არა გვაქვს, იმიტომ რომ წლის მეორე ნახევრის გამოფენების შედეგები უახლოეს მომავალში გვექნება დაახლოებით 2.5 მილიონ ლარზე მეტის ექსპორტი მოახდინეს, 2024 წელს 10 მილიონი ლარის ექსპორტი განახორციელეს. მზარდია ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ქართული პროდუქციის ასორტიმენტიც იზრდება. წლების წინ მაგალითად თუ საუბრობდით მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებზე და ასე ვთქვათ, აქცენტი ჰქონდა გაკეთებული ღვინოზე, ახლა ჩამონათვალი გაიზარდა და ეს პროცესი გაგრძელდება. სახელმწიფო გარემოსდაცვისა და სოფლის სამინისტროს გეგმაში აქვს, რომ ახალი ქვეყნები დავამატეთ უკვე, ახალი შესაძლებლობები გაუჩინეთ. რომელი ბაზრებია ამ ეტაპზე პრიორიტეტული ქართული აგროსასურსათო პროდუქციის? ჩვენ გვექნება 2026 წელს 11 გამოფენა 10 ქვეყანაში, ახალი ქვეყნები დავამატეთ, ეს იქნება ინდოეთი, ეს იქნება ყატარი. შევცვალეთ რამდენიმე გამოფენა, მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში სრულებით ახალი მიმართულებით მივდივართ. თვითონ უსმენთ კომპანიებსაც, მათ შორის მათი ინტერესიც რა არის, იგივე ინდოეთის კარნახობენ გიორგი. მათთან ერთად გვიწევს, ანუ სხვანაირად არც გამოვა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ სახელმწიფო და კერძო სექტორი ამ შემთხვევაში ერთად ერთ იდეას ვემსახურებით. ეს იდეა არის ის, რომ გავაფართოვოთ და დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი საექსპორტო ბაზრების. ამ მიმართულებით რასაკვირველია მათ ვესაუბრებით. ერთ-ერთი ინტერესი იყო, რომ ინდოეთი გაჩენილიყო ჩვენი ქვეყნების ჩამონათვალში და ჩვენ ეს გავაკეთეთ. საომოლ თუ კიდე დავინახოთ, რომ რაიმე მიმართულებით რომელიმე ბაზარი საინტერესო იქნება, მათთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ და დავამატებთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლებთან ერთად და ამ გამოფენებთან ერთად იზრდება წარმოებაც, იზრდება ექსპორტიც და გვინდა რომ ეს ტალღა შევინარჩუნოთ პოზიტიური ანუ შედეგები გვაქვს ამ რასაკვირველია. გიორგი, შესავალ ნაწილშიც აღვნიშნეთ და თქვენს გაუსვით ხაზი. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის მხარდამჭერი და თქვენი უწყება სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ხდება ეს ყოველივე. რა იგულისხმება ხელშეწყობაში, ორგანიზატორობაში? აი უშუალოდ სახელმწიფო როგორ ეხმარება ასეთ კომპანიებს იმისთვის რომ გავიდნენ საზღვრებს იქით, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე მარკეტინგულად. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე შემსყიდველი საერთაშორისო სამსყიდველისთვის, როცა დადის ამა თუ იმ საერთაშორისო გამოფენაზე და როცა ხედავს ქართულ ნაციონალურ პავილიონს წლების განმავლობაში, ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სტაბილურად ვართ წარმოდგენილები და ქვეყანაც და წარმოებაც და წარმოებლებიც არიან სტაბილურად ამ იმაზე და ეს უკვე აჩენს ნდობის ფაქტორს კონკრეტულ შემსყიდველებთან. მეორე, ეს ყველაფერი არის შეფუთული, შესაბამისად წარმოდგენილი, პროდუქციაც შესაბამისად დასაწყობებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდგომში ამა თუ იმ დაინტერესებულმა პირმა, რომელიც სურს, რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს, შესაბამისი კონტაქტი კონდეს, შესაბამისი, ასე ვთქვათ, ნიმუში წაიღოს, გასინჯოს, დააგემოვნოს, უშუალოდ ეკონტაქტოს წარმოებელს. მთლიანი პროცესი არის, რომელსაც თავიდან ბოლომდე სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ხარჯვით ნაწილსაც და მათ შორის ინფორმაციულ ნაწილშიც ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ საელჩოების ჩართულობით, იგივე გერმანიაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი წარმომადგენლობა გერმანიაში იმისთვის, რომ შესაბამისი შეხვედრები ყოფილიყო ამა თუ იმ შემსყიდველთან და ეს მთლიანობაში ქმნის საბოლოო ჯამში მივდივართ იმ შედეგებამდე, რომ იზრდება ექსპორტი. როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ შარშან დაახლოებით 55 კომპანია იყო საერთაშორისო გამოფენებზე და 2.5 მილიონი ექსპორტი განახორციელეს. ეს ხო ერთჯერადი არ არის. ეს ხო პირველად ასე ვთქვათ მოხდა, გაიცნეს, გააგზავნეს პროდუქცია როცა მოგწონს, მე ეს გრძელვადიანზე იზრდება უკვე გრძელვადიან ურთიერთობაში და ეს ამას მე მოყვება შესაბამისად ბევრი სხვა კეთილი საქმეც და მგონია რომ სწორ გზაზე ვართ, მთავარი არ შევწყვიტოთ, ეხლა ამ მიმართულებით მუშაობა.
ძალიან თავარი გააქტიურებულია. არ შევწყვიტოთ ამ მიმართულებით მუშაობა, მოდით ეს გავაგრძელოთ. თქვენი შეფასებით რა უნდა გააკეთოს საქართველოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ უფრო ძლიერი პოზიციებით იყოს წარდგენილი ასეთი ტიპის ღონისძიებებზე. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოფენების მიმართულებით და ჩვენი პროდუქციის, ასე ვთქვათ, პოზიციონირების მიმართულებით საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ. იგივე ეს ახალი ქვეყნების დამატება, იგივე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით თემატური გამოფენების შერჩევა, ეს ის გზა არის, რისკენაც მივდივართ. პირიქით, ემატება, ბიუჯეტიც იზრდება აღნიშნული მიმართულებით და გეზი გვაქვს აღებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული, ასე ვთქვათ, აგროწარმოებელი მოახდინოს ჩვენი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ექსპორტი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ჩვენს ქვეყანასაც. მადლობა სტუმრობისთვის. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.